მოგესალმებით, ვაგრძელებთ ამოცანების გარჩევას მეშვიდე თავის 101 ნომრიდან. აქ პირობაში რა არის მოცემული? წრეწირი ეხება კვადრატის ორ მოსაზღვრე გვერდს, ხოლო დანარჩენ ორ გვერდს ყოფს 2-ის და 23-ის ტოლმონაკვეთებად. როგორც უკვე წინა ვიდეოებში ვნახეთ, ალბათ აქაც მსგავსი სიტუაცია იქნება. აი, პატარა მართკუთხა სამკუთხედს რო ვადგენდით, რადიუსების საშუალებით რა. მოდი ვნახოთ, ესე იგი წრეწირი ეხება კვადრატის ორ მოსაზღვრე გვერდს, ანუ ორ გვერდს ეხება, შიგნიდან შეეხება და დანარჩენ ორ გვერდს ყოფს, ხო? მოდი ვნახოთ აბა, ესე იგი ასე ჩავხატვით, ახლა ასე ორ გვერდს ეხება, ხოლო ორი გვერდი უნდა გადაკვეთოს. ასე ხო? მაგრამ ნახეთ როგორ კვეთს, ესე იგი ესე იქნება. რატო იცით? იმიტომ რომ მარტო ერთი გადაკვეთა უნდა ქონოდა, ანუ გვერდები ორ-ორჯერ არ უნდა გადაეკვეთოს. დაახლოებით ასეთი სიტუაცია იქნება. ნახაზი არ იყო მოცემული, მაგრამ პირობა გვეუბნებოდა, რომ ორ გვერდს რომ შეეხებოდა, ამ გვერდს შეეხო, ამ გვერდს შეეხო, დანარჩენი გვერდები უნდა გადაეკვეთა 2-ის და 23-ის ტოლ ნაწილად. ანუ ეს 2-ია, ეს 23 იქნებოდა აქ. ესე იგი, სამ ნაწილად არა, ახლა ორ ნაწილად უნდა გადაეკვეთა. ანუ ერთხელ უნდა გაევლო წრეწირის რკალს კონკრეტული მონაკვეთი. დავაწეროთ ასოები A, B, C, D. ახლა ხომ ცხადია, რომ რადგანაც 2-ის და 23-ის ტოლ ნაწილებად ყოფს, ამიტომ თვითონ გვერდის ზომა იქნებოდა 25, ხო? აქაც 2 და ეს 23-ია. რა თქმა უნდა, უცებ ახლა აქ ჩვენ რაც გვაფიქრდება იმ ხევის თვისება, ეს მონაკვეთი, რომ ხევის კვადრატი კვეთის გარე ნაწილისა და მთლიანად კვეთის ნამრავლის ტოლია, რაღაც ეს ვილებს უცებ თავში, მაგრამ მოდი მე მაინც გირჩევთ, ვნიშნოთ ცენტრი, შევაერთოთ ჩვენ შეხების წერტილებში, ეს ძალიან მაგარი ხაზებია და შევაერთოთ თავად ამ ორიანთან, ხო, აი აქ. რატომ არის ეს კარგი ხაზი ახლა? ანუ ეგ ხო რადიუსი თქვენ ალბათ, ხო? წრეწირის რადიუსი უნდა ვიპოვოთ და ეგ ხო რადიუსია. შეხედეთ ახლა ეს თუ რადიუსი, ამას რომ დავაგეგმილებდით, აქ ჩვენ ეგ ხო პატარა გვერდი 2-ია, ეგ ხო რადიუსია მთლიანად. მაშინ ეს ხომ S-2-ია. მაგრამ ახლა ხო ეგ რადიუსი გამოდის, კი ბატონო, მაგრამ მთლიანად 25 იყო გვერდი, ხო? აჰა, ეს 25-ს მინუს R იქნებოდა მაშინ ეს ნაწილი, ხო? და ეს კიდევ რადიუსია. ესე იგი რა გამოვიდა? ჩვენ გვაქვს მართკუთხა სამკუთხედი, სადაც სამივე გვერდი R-ით გვაქვს გამოსახული. ეს R-ია, ეს R-2-ია, ეს 25 R-ია. აბა ხო ჩვენ თვითონ შეგებს უკუქები ან გაგურთულებიან ამიან რა? მგონია რომ სწორად აქვს ხო გაკეთებული. კარგი, აბა რას უდრის R-ის კვადრატი? ტოლია R-2-ის კვადრატს დამატებული 25 R-ის კვადრატი. მოდი გავყვეთ ახლა აქ ჩვენ R კვადრატი, ეს იქნება R კვადრატს გამოკლებული 4R, დამატებული 4, დამატებული ახლა ამის კვადრატი დავწეროთ 625-ს გამოკლებული 50R, დამატებული R კვადრატი. ეს R კვადრატი და ეს R კვადრატი აბათილებენ, მარჯვენა მხარეში გვაქვს R კვადრატს, აქ ემატება, აგდება უბრალოდ 54R, პლუს 4 და 625 არის 629. აბა დავფიქრდეთ ახლა 629 ხო არ იშლება რამე 3-ზე არ იყოფა ციფრთა ჯამი
არის სამისჯერადი. 4-ზე 7-ზე თუ იყოფა ნახოთ 56 შემოთავსდება 7-8-ჯერ არ იყოფა 11-ზე ხომ არ იყოფა 6 + 9 15 ევროპა გამოვხდება 13 არ იყოფა 13-ზე ხომ არ იყოფა რამდენი არის 4-ჯერ 13 არის 52 10-3-ში 13 მოთავსდება შეფაჭი არა ცუდი საძიებელია ანუ ვიეტის თეორემით მინდა გავაკეთო და შესაბამისად ვცდილობ ხაზზე პირად დავთვალო 629 რაც შეიძლება დაიშალოს 13-ზე არ იყოფა 17 არის მომდევნო მარტივი რიცხვი რომელზეც უნდა შევამოწმოთ 629 იყოფა თუ არა 17 მოთავსდება 2-ჯერ 37 რჩება 3-ჯერ მოთავსდება 54-ია რჩება 89-ში 17 მოთავსდება ვითომ რამდენჯერ მოთავსდება 17 89-ში 629-ში 17-ზე რო გავხოთ ეს არის 3 3-ჯერ 17 11 რჩება 19-ში 7-ჯერ მოთავსდება კი 7-ჯერ მოთავსდება ანუ ერთი ფესვი იქნებოდა 17 მეორე ფესვი იქნებოდა 37 ახლა დააკვირდით 37 ვერ იქნება, იმიტომ რომ 25 გვერდიან 25-ს უნდა აკლებოდეს ეს იყო დადებითი რიცხვი უნდა იყოს. ანუ ეს გარაშე ფესვია. შესაბამისად სწორი პასუხი იქნებოდა 1 და ეს იქნებოდა ერთადერთი და ეს იქნებოდა 17. ну ჩვენ ახლა პრინციპში აქ ერთი და იგივე მანერა დავამუშავეთ, მე-4 თუ მე-5 ამოცანა იყო უკვე მე-7 თავში მსგავსი. მოდი ნახოთ 102 ამოცანა. 102 ცოტა განსხვავებული რაღაცა სიტუაცია. ხო, აბეცდე კვადრატია, რომლის გვერდი არის ერთი სტოლი. კაი, ერთი სტოლია. და წრეწირის ქორდას წარმოადგენს. აჰა, ანუ წრეწირი ისეა გავლებული, რომ კვადრატის ორ წვეროზე გადის რა. დანარჩენი გვერდები ამ წრეწირის გარეთაა. ოკეი. ბეწვეროდან გავლებულია წრეწირის მხები და ორი სტოლია ეს მხები. კაი, მოდი პრინციპში გასაგებია, რაც ხდება. სასწაულად. დავწეროთ ასოები. და ბეწვერიდან გავავლოთ ხები. არის კაცი. და ვიცით რომ კაბი არის 2, ესენი არიან ერთი სტოლი. იგივე წრეწირის დიამეტრი. ну d უნდა ეს კვადრატია, ხო? ეხლა პრინციპში რა შეიძლება ახლა მოვიფიქროთ, აქ ცენტრია, ზოგადად მაგარი ხაზია შეერთება ცენტრის ხოს რადიუსთან, შეხების წერტილთან, მე რა შეიძლება ყოფილიყო თქვა ასე გაგვევლო და ეს მართკუთხა სამკუთხედი გაგვეხილა, მაგრამ მე რა ხეირი რაც რადიუსი ვიცით, არც კუბის დათვლის რაღაცა შანსი იკვეთება, მსგავსებაც ნაკლები იყო.
და პრინციპში კი რადიუსი მაგარი ხაზია, რომ შეაერთო ხების შეხების წერტილთან, მაგრამ აი ეს ხები რომ არის გავლებული და რაღაც იკვეთება პერსპექტივა კვეთის გავლების თან, ახეთ აი ბია რომ გააგრძელოთ ახლა თქვენ აქ, ხო? ეს გავაგრძელოთ. რაცა ემი დავწეროთ. ძალიან ისეთი თემაა რა, ანუ რა არის მარტივად გათვლადია BM რა იქნებოდა, ხო, იმიტომ რომ 2 კვადრატი B-წერტილიდან გავლებული ხების კვადრატი ტოლია, B-წერტილიდან გავლებული კვეთი ხო არის BM და მისი გარე ნაწილი 1 გავრავლებული მთლიანად BM-ზე, ხო? ხო, აქედან BM მარტივად 4 ტოლი. ახლა თუ BM 4 ტოლია, მაშინ აქედან ჩანს, რომ AM იქნებოდა 3 ტოლი, ხო? 3-ია პრინციპში, აი. და დაგვიდით ახლა ძალიან მარტივი მომენტი, აქ შეიძლება სიმონეთ აგეშვათ, შეერთებინათ რადიუსი გამოგეკვეთათ, მაგრამ მეგობრებო, ეს ხო მარტი კუთხეა. და გამოდის, რომ M, A, D არის ჩახაზული კუთხე. და თუ ჩახაზული კუთხეა შესაბამისად და მართია, ის რას ეყრდნობა? დიამეტრს არ ეყრდნობა? ანუ ეს შევაერთოთ AM D-სთან, შესაბამისად იქნებოდა აუცილებლად დიამეტრი. ყველა ვარიანტში, ხო? მაშინ ამ მართკუთხას სამკუთხედიდან D კვადრატი რა იქნებოდა? 3-ის კვადრატს დამატებული 1-ის კვადრატი. ანუ შესაბამისად 10-ის ტოლი და D გამოვიდოდა ფესვი 10. სულთანშორის არის თუ ისე მარტივი ამოცანა და თუ თქვენ ამ ხაზს არ გააკეთებდით, რთულდება მისი ამოხსნა. საკმაოდ მძიმე გამოდის. ამიტომ გულია, რომ კონკრეტული დამატებითი ხაზის გავლებაზე ძალიან იყო დამოკიდებული. აი შევამოწმოთ, ხო სწორია, კი ბატონო. გავაგრძელოთ. მას მესამე მაგალითი. ნახაზზე მოცემულია ერთმანეთის ტოლი, 2 წრეწირი და კვადრატი. რომლის წვეროები ამ წრეწირებზე და მათი საერთო გარე ხებზეა. აჰა, ანუ კვადრატის 2 წვერო წრეწირებზეა, 2 წვერო საერთო ხებზე. იპოვეთ კვადრატის გვერდი, თუ წრეწირის რადიუსები არის 5-ის ტოლი. იქაც რაღაცი ტრაპეცის და მართკუთხა სამკუთხედის შექმნის ლოგიკა იკვეთება. ჯერ გავალოთ ეს საერთო ხები და რაზეც წრეწირი უნდა იყოს. Όλοι წრეწირია, ხო? თითქმის ტოლი წრეწირი. ნუ ჩავხაზოთ ახლა კვადრატი ისე რომ თან წრეწირს ეხებოდეს და თან ხებზე იყოს, ხო? კვადრატს არ გასვა რა. არც თუ ისე სუდია. იქ უკეთესია შედარებით. მოდი ცოტა გავწევოთ ნახაზი რომ ქვადი გახდეს, ხო? ეს უკეთესი. იდეა და რა ვიცით ახლა ჩვენ გთხოვენ კვადრატის გვერდის სიგრძეს, აი კვადრატის გვერდის სიგრძე უნდა ვიყავოთ და ვიცით რადიუსი. რა იქნებოდა აქ ოპტიმალური არ იქნებოდა ჩვენ რადიუსები გაგვევლო ახლა?
კი, იქნებოდა, მოდი გავავლოთ რადიუსები. ერთი შევაერთოთ ასე კვადრატის შეხების წერტილთან, თავად მხების შეხების წერტილთან, საკმაოდ კომფორტულია ხო ეს ხაზი. აი მეორე წრეწირი რო ახლა არ უნდა გამოვიყენოთ, მგონია რომ უნდა მარტო ეს არ ეყოფა საქმეს და აქ მეორე წრეწირის მომენტის გამო საყენებელი იქნება. მოდი ესე ცენტრთან აქ იქნება შეხების წერტილი. ესე იგი რადიუსები ვიცით, ხო? ეს არის 5, ეს 5. არგი ბატონო. ეს x-ია, ხო? ეს x-ია და ახლა რაც მაფიქრდება პრინციპში აქ მე დავისიც გავავლოთ. სპეკულატივ შეხების წერტილი, ესეც 5-ია, ესეც 5-ია, ესეც 5-ია აქ, ეს მართკუთხედი გასაგებია. ესეც ვაერთოთ ასე. ეს ტრაპეცია. ტოლფერდა ტრაპეცია და პრინციპში ჩვენ ახლა შეხების წერტილში რომ გავავლოთ მართობი, ესე გავავლოთ ეს შეხების წერტილში. თუ ამის მართობულია, დიდი ფუძის თავისთავად ამ პატარა ფუძის მართობულიც იქნება ხო ეს ტრაპეცია რომ წარმოვიდგინოთ ახლა. კი ბატონო. და ალბათ ეს იქნება ხო გასაღები ახლა ხო რატო? ნუ მარტო შესაძლებელია ხო ამას რომ გაყოფს ახლა ეს იქნება x ნახევარი არა? შეცვალოთ ახლა ეს აქ იქნებოდა 1/2 x ეს x ნახევარია ეს x მეორედი იქნებოდა. ამის ჩვენება პრინციპში ტივი უნდა იყოს ხო? თუ გავავლეთ ჩვენ ასე გვაქვს ფუძე, ტოლფერდა ტრაპეცია და თუ მე ერთი შუა წერტილზე გავავლე ასე ანუ ეს ამის ტოლია, გადაკვეთს თუ არა ეს ზედას შუა წერტილშიც. ალბათ გადაკვეთს მარტივი საჩვენებელი იქნება, იმიტომ რომ ესე რომ შევაერთოთ, ხო? ეს გვერდი ამ გვერდის ტოლია, იმიტომ რომ ეს სამკუთხედი ამ სამკუთხედის ტოლია და შესაბამისად ტოლფერდაა და მართია, ანუ შუაზეც გაიღო. თუ შუაზე იყო და x-ი იყო გვერდის სიგრძე, x მეორედი იქნებოდა მაშინ ეს პატარა გვერდი. ახლა ეგ რა შემჭირდებოდა? დააკვირდით ეს ხო x-ია აქ. და ეს რომ გავალოთ აი ასე. ეგ ხო გამოდის 5 გამოკლებული x მეორედი. ხო? იმიტომ რომ მთლიანად ეს 5 არის აი აქამდე არა? ეს ზემოთაც ჩანს. ახლა დააკვირდით აი ეს გვერდი ხო მთლიანად 5-ია. ეს თუ x-ია, ეს იქნებოდა 5 გამოკლებული x. ანუ ჩვენ გვაქვს პატარა მართკუთხა სამკუთხედი, სადაც ჰიპოტენუზა არის 5 და მისი კვადრატი ტოლი იქნებოდა 5 გამოკლებული x-ის კვადრატს დამატებული 5 გამოკლებული x მეორედის კვადრატი. არც ისეთი დაალხენილი ის იყო ხო სიტუაცია აქ საკმაოდ ოფლიზღვა დაგჭირდა. 25 გამოკლებული 50x-ი, ნუ ამის პირველის კვადრატს თუ დავთვლით, დამატებული x კვადრატი პლუს 25 გამოკლებული გაურკეცებული იქნებოდა x-ი, დამატებული x კვადრატ მეოთხედი. 25 და 25 აბათილებს, ნუ აქ რა გვექნება ესენი რომ დავკრივოთ ერთად არის 5 მეოთხედი x კვადრატი
ეს და ეს რომ დავკლიბოთ ერთად არის -55x პლუს 25. თუ ახლა ჩვენ აქ ყველაფერს 4-ზე გავამრავლეთ, ეს 220x პლუს 100 იქნება და 5-ზე თუ გავყავთ, -54x პლუს 20, ხო? საკმაოდ ცუდი რიცხვი გამოდის, რაღაც ისე პერიოდ ჩანს, არა? ერთი წუთი ხო არ შემშლია მე რამე ანგარიშში. თიცოთი გავაკეთებული აქ 5-ჯერ 2-ჯერ კი ბატონო. 50x კი არა 10x იქნებოდა. ამათი გავაკეთებული. შესაბამისად ეს იქნებოდა 15x. ხო, ეს 5-ჯერ 2-ჯერ x. 15x და 4-ზე რომ გამრავლდებოდა, იქნებოდა 60x. 60x გაიყოფოდა 2-ზე და 5-ზე და იქნებოდა 12x. შესაბამისად x1 გამოვიდოდა 2, იმიტომ რომ ფესვების ჯამი 12-ია და ნამრავლი 20, x2 იქნებოდა 10. ნუ ეკვიეტის თეორემის დახმარებით. ახლა დავუფიქრეთ, რომელიმე გარეშე ფესვი ხო არ არის და 10 ვერ იქნებოდა x-ი, ხო? იმიტომ რომ 10 რო ყოფილიყო, ამოდის რომ მაშინ აი ამ მონაკვეთის სიგრძე აქ 0 იქნებოდა x მეორედი და 0 მონაკვეთის სიგრძე არ შეიძლება. ანუ შესაბამისად x-ი, ესე იგი კვადრატის გვერდი გამოვიდა 2 სტოლი. მოდი ნახოთ, 104 ამოცანა. ალბათ ჩამოვსწროთ, დავაკვირდეთ. ნუ კვადრატშია ჩახაზული წრე-წირი და როგორც ხედავთ, აგერ იპოვე წრეწირის რადიუსი, თუ აქ პატარა მონაკვეთები AM და MB გვცოდნია. კარგი. წრეწირი. უნდა იყოს კვადრატში ჩახაზული, სხვანაირად თუ ვიტყვით, კვადრატი მასზე შემოხაზული. ნორმალურია, ხო? მომნიშნოთ შეხების წერტილები, აიც, ასე. და აქ არის პატარა მართკუთხედი ჩახაზული, ხო? ეს არის A, M, B, K მართკუთხედი. და ვიცით ჩვენ რომ ესე იგი MB, ხო, ეს არის 2 სტოლი და AM, აი ეს არის 1 სტოლი. აქ რას გავაკეთებთ ახლა? აქაც რა თქმა უნდა ვიღებთ ცენტრს, ასე ვაერთებთ შეხების წერტილთან, ახლა აქ უნდა გიგრძნოთ გულმა რომ ყველა შეხების წერტილთან შეთება არ ღირდა. რადიუსი ვძებთ ეს ერი, დავაგეგმილებდით ოქროები ამას ასე. და რა გამოდის ახლა ნაცადია ეს თუ მთლიანად ერია, ეს თუ ერია და ეს 2-ია, ხო, რომ დააგეგმილებ, ეს იქნებოდა 2-2. ახლა დააკვირდით, აქ რო დაგაკვირდით და ეს ხო ერია აქედან აქამდე და მაშინ ესეც ხო აქედან აქამდე ერი გამოვიდოდა. ზედა რადგან 1 იყო, ეს 1-1 იქნებოდა. ანუ ესეც 1-1. ანუ გვაქვს ჩვენ მართკუთხა სამკუთხედი, სადაც კათეტები არის 1-1, 1-2, ჰიპოტენუზა არის 1. დავწეროთ ახლა კათეტების კვადრატების ჯამი უდრის ჰიპოტენუზის კვადრატს, r კვადრატს minus 2r plus 1 plus r კვადრატს minus 4r plus 4 რის r კვადრატს, r კვადრატები ბათილდება, r კვადრატს minus 6r plus 5 უდრის 0-ს, r1 უდრის 1-ს, r2 უდრის 5-ს,
ნახოთ ახლა გარეშეფასი ხო არ იქნება რომელიმე დიდი რადიუსი ერთი ვერ იქნება, ხო? იმიტომ რომ s-2 უარყოფითი რიცხვი გამოვიდა. ანუ რადიუსი უნდა იყოს მაშინ 5-ის ტოლი, მეგობრებო. ეგეც ერთ-ერთი იმ სტილის ამოცანა, გონი უკვე მე-6 ამოცანა ამ სტილის რაც გავაკეთეთ. კარგი, მოდი ვნახოთ ახლა მომდევნო ნომერი 105. დავაკვირდეთ რა სიტყვას. მოდი რაც ვიზავიცი, ამ ნახას აღარ გადმოხაზა, პირდაპირ გამოვიყენებ ახლა აქ. დააკვირდით, მოდი შავ ფერს ავიღებ. ტოლგვერდა სამკუთხედი იყო მოცემული. და მოდი გავაფერადებ. ტოლგვერდა სამკუთხედს, ტოლგვერდა სამკუთხედის წვეროებზე, როგორც ხედავთ, გაავლეს ერთმანეთის პარალელური წრფები. ну, სამი წვეროზე გაავლეს ერთმანეთი პარალელური წრფები. და რომ გაავლეს, მეგობრებო, შესაბამისად ერთ-ერთი წვეროდან, ხო, მასეც ხო გადიოდა რაღაც პარალელური ხაზი ააგერ. ხედავთ, პირობითად ამ წვეროს დავარქვათ რაღაცა თქვა დააწვერო. აწვერო და ხომ გადიოდა პარალელური ხაზი და აი დანარჩენ ორ წვეროებამდე მანძილები იყო 1 და 2. ჩვენ გჭირდებოდა ამ ტოლგვერდა სამკუთხედის გვერდის დათვლა. თქვათ ის არის აპატარა. რა შეიძლება ახლა მოვიფიქროთ რა შეიძლება რა და აი რატომღაც თავიდანვე თვალი დავადგირო ეს მართიკუთხე ვერ იქნებოდა ახლა მარტივი მისახვედრია იმიტომ რომ მაშინ ეს წრფე ამის პარალელური უნდა ყოფილიყო და შესაბამისად ახლა ამის პარალელური თუ იქნებოდა მაშინ მართიკუთხე ვერ იქნებოდა ხო? იმიტომ რომ როგორც ეს არის დახრილი ესეც ისე უნდა ყოფილიყო დახრილი და შესაბამისად აწმყის ვერ მოგცემდა რა. კვარტირი მისახვედრია. კარგი, შესაბამისად თუ და ეს არ არის მართიკუთხე მაშინ ავდგებოდით და გავავლებთ აქედან მართობს, ხო? ისე. შექნებოდა კიდევ ერთი პატარა მართკუთხა სამკუთხედი, სადაც აი ეს გვერდი ჩვენ ვიცით იქნებოდა 3-ის ტოლი, ხო? ეს თუ ერთია, ეს ორია, ორ პარალელურ წრფებს შორის მანძილები, ვიცით ტოლია და ანუ ესეც 3 იქნებოდა. ახლა დააკვირდით, ჩვენ გვაქვს 3 მართკუთხა სამკუთხედი. აი ეს გვერდი რისი ტოლი იქნებოდა ამ მართკუთხა სამკუთხედიდან, ამ მართკუთხა სამკუთხედიდან აი თუ გინდათ დავაწეროთ რაიმე პატარა ასოები და უფრო დავინახავთ, ხო? აი, ამას x-ი დავაწეროთ, ვთქვათ, ამას y-ი დავაწეროთ, ამას z-ი. x კვადრატი ხომ იქნებოდა a კვადრატს პლუს 1-ის კვადრატის ტოლი. აბა დაფიქრდით, ნახეთ, x კვადრატი 1-ის კვადრატს პლუს a კვადრატი. ანუ აქედან ცხადია x-ი ტოლი იქნებოდა ფსვ a კვადრატს პლუს 1-ის. ანალოგიურად ახლა y კვადრატი რა იქნებოდა ქვედა მართკუთხა სამკუთხედიდან, ხო? y კვადრატი ტოლი იქნებოდა a კვადრატს ბოდიში პლუსი კი გამოკლება იქნება, ხო? იმიტომ რომ ჰიპოტენუზა მეგობრებო არის ჰიპოტენუზა და მის კვადრატს 1-ის კვადრატი უნდა გამოკლებოდა, ხო? ნუ ჰიპოტენუზა ის მართიკუთხე. თუ ქვედა სამკუთხედშიც, აი ამ სამკუთხედშიც აქ იგივე სიტუაცია გვექნება, a კვადრატს გამოაკდება ოღონდ 2-ის კვადრატი. ანუ ეს იქნება y იქნება ფსვ a კვადრატს მინუს 4. და დააკვირდით z-ი რა იქნება აქ z-ის კვადრატი ტოლი იქნება a კვადრატს ანალოგიურად გამოკლებული 3-ის კვადრატი, ანუ z-ი არის ფსვ a კვადრატს მინუს 9.
და რა გამოდის ჩვენ ხო უყურებთ რომ აშკარად ეს მართკუთხედია ხო აი ეს ფიგურა მთლიანად მართკუთხედია და x-ი თავისთავად თოვლი იქნებოდა y + z-ის ხო x უდრის y + z-ს ანუ რა განტოლება მივიღეთ ფესვი a კვადრატს მინუს 1 უდრის ფესვი a კვადრატს მინუს 4-ს დამატებული ფესვი a კვადრატს მინუს 9. ნუ სამუხსნით, მაგრამ ცხადია რა გამოვიდოდა თავად პირობა რა იქნებოდა a კვადრატს მინუს 1 მეტი ანტოლი უნდა იყოს 0-ზე a კვადრატს მინუს 4-იც მეტი ანტოლი უნდა იყოს 0-ზე და a კვადრატს მინუს 9-ც მეტი ანტოლი უნდა იყოს 0-ზე. ნუ ამყავთ ახლა კვადრატში ესენი აქ იქნება პირველს ფესვი მოიხსნება a კვადრატს მინუს 1 უდრის აქ ახლა ჯამია და რა იქნება ჯამის კვადრატი პირველი წევრის კვადრატს ანუ ფესვი მოიხსნება a კვადრატს მინუს 4 დარჩება დამატებული გაორკეცებული ნამრავლი ფესვი a კვადრატს მინუს 4 ჯერ a კვადრატს მინუს 9-დან ასე და დაემატება მეორე ფესვის კვადრატი ანუ a კვადრატს მინუს 9 ჩხის თუ გავხსნით a კვადრატი ბათილდება და ნახეთ მოდი a კვადრატიც მინუს 9-ს და მინუს 4-ს მეორე მხარეს გადმოვიტანოთ აქეთ მარცხნივ ანუ ეს იქნება მინუს 4 და მინუს 9 მინუს 13 აქეთ პლუსი გამოვა 13 მინუს 1 იქნება 12-ს გამოკლებული a კვადრატი უდრის ორჯერ ფესვი a კვადრატს მინუს 4 a კვადრატს მინუს 9 ნუ რა ხდება რადგანაც რაღაც გამოსახულება არითმეტიკული ფესვის ტოლია ცხადია ეს გამოსახულებაც მეტი ანტოლი უნდა იყოს ნულს მოდი ავყავთ აქაც ახლა ტოლობის ორივე მხარე კვადრატში მოდი აქეთ დავწეროთ ესე იგი 12 მინუს a კვადრატის კვადრატი იქნება 4 ჯერ კვადრატში ვაიღო a კვადრატს მინუს 4 a კვადრატს მინუს 9 ნუ აჯობებს თუ აღნიშნა შემოვიღებთ a კვადრატს აღნიშნავთ t-ი აქ გვექნება 12 მინუს t-ს კვადრატი 4 ჯერ t მინუს 4 ჯერ t მინუს 9 და აიყვანთ კვადრატში 148-ს გამოკლებული 24t-ს დამატებული t კვადრატი უდრის. ნუ ეს იქნებოდა 4 ჯერ t კვადრატს მინუს 13t პლუს 16 და ეს იქნებოდა 4t კვადრატს მინუს 52t და პლუს 4 ჯერ 36 154. და გვირდებით 154 ბათილდება ესენი რომ გადმოვიტანოთ მარცხნივაც მარჯვნივ 3t კვადრატი მინუს 24 პლუსი გადმოვა მინუს 28t უდრის 0-ს t გავამჩხილებს გარეთ 3t მინუს 28 უდრის 0-ს და t1 არის 0 t2 არის 28 მესამეთი და რადგანაც ჩვენ a კვადრატი მქონდა აღნიშნული ხო ესე იგი ეს იქნებოდა 28 მესამეთი ანუ იქნებოდა ფესვი აქედან ხო აი დავტოვოთ ასე ფესვი 28 მესამეთი ახლა უნდა გადაგვემოწმებინა ჩვენ ეს a კვადრატი რომ იყო 28 მესამეთი აი აგერ არის კაი გადასამწვევი ეს სწორია a კვადრატს მინუს ანუ 28 მესამეთს რომ გამოვაკლოთ 1 სწორია 28 მესამეთს რომ გამოვაკლოთ 4 კი ბატონო ეგეც სწორია 28 მესამეთი დაახლოებით ხო არის 7 სამზრო გავხოთ 7.9 რაღაც ხო მაშინ ესეც სწორი იქნება a კვადრატი 9 რაღაცა და a კვადრატი თუ 9 რაღაცა და 12 აქტება ესეც სწორი იქნება ანუ ყველა საკმაყოფილებდა შესაბამისად კარგი პასუხი სერიოზულია ხო მოგზინი ამოცანა პასუხი მივიღეთ ფესვი 28 მესამედიდან კარგი და გადავერთოთ ახლა ჩვენ 106 ამოცანას. 106. ტრაპეციის დიაგონალები ურთიერთმართობია.
გავავლოთ ტრაპეციის დიაგონალები. ურთიერთმართობრივად ჩავთვალოთ ახლა ეს ფართი კუთხეა. ვიცით ამ დიაგონალების სიგრძეები. AC იყოს 3 და BD არის 4. მოგითხრებია ტრაპეციის შუა ხაზი. აი აქ, შუა ხაზი. ეს აქ ეს რო 3 იყო ეს 4 შავი და 4 5-თან ასოცირდება, მაგრამ თავად ამ გვერდების მონაწილეობით ჩვენ საკუთხედი არ აქვს. შეიძლება ახლა ბევრი რამ მოგაფიქრეთ, დიაგონალები გადაკვეთის წერტილით იყოფიან ფუძეების პროპორციულად, მაგრამ ფუძეებზე ინფორმირებული არ ხართ. ისეთ თემაში ვართ რა, მაგრამ შეხედეთ აკვირდით, აი ეს ორი გვერდი ერთმანეთს მართი კუთხით კვეთს. იცი ერთი სიგრძე მეორე სიგრძე. ხო შეგიძლია ეს გადააჩოჩო ეს გვერდი რომ მოკიდო ხელი ასე და ეგ ასე გადააჩოჩო. რადგან ჩვენ საწყისი გვერდის პარალელურსავლებ, მეორე მონაკვეთთან კვეთის კუთხე არ შეიცვლება. ანუ რომ ამდგარიყავი ახლა მე აქ და გამევლო B-დან AC დიაგონალის პარალელი. ცოტა შალავაზოთ და გამიგზელებინა გადაკვეთავდი რა, აი ეს არა ამ AB გვერდს არ გადაკვეთდი. ეს რომ გამიგზელებინა უფრო პარალელურად რო გავაკეთე. რაც დავაწეროთ კა. გიგამონაკვეთი არ იქნება AC-ს პარალელური, როგორ არის რა, მე თვითონ გავავლე, ხო? AC-ს პარალელური. მაშინ გამოდის რომ ეს პარალელოგრამი არის ანუ ეს ფიგურა არის პარალელოგრამი, იმიტომ რომ BC და KA ისედაც ერთმანეთის პარალელურები არიან, იმენ მქონდა ასე ხო? გავლებული. და შესაბამისად თავიდანვე იყო ტრაპეცია იყო ხო აღებული და AB გვერდი პარალელური ესე KB გვერდი მეგავავლე AC-ს პარალელური. თუ ასეა, მაშინ პარალელური წრფეები მართკუთხეს ადგენენ, ხო? ანუ იგივე კუთხეს ადგენენ, რაც საწყისი გვერდები. აბსოლუტურად. კონსტრუქტორად. ვიჯერებს. და მაშინ გამოდის რომ ესეც სამი არ იქნებოდა, იმიტომ რომ ამის პარალელური გავავლე. მოდი ფუძეები აღნიშნოთ 10 და B-ი და ეს მცირე ფუძე თუ აიყო ესეც არ გამოვიდოდა, ხო? პარალელოგრამი მოპირდაპირი გვერდები ტოლი. და დააკვირდით ახლა მეგობრებო. დააკვირდით აი ამ სამკუთხედს. ამ სამკუთხედს დააკვირდით. არ გამოვიდა მართკუთხა? კი. კათეტები არ არის 3 და 4? კი. ესე იგი რა გამოდის A + B-ს კვადრატი. 3-ის კვადრატს დამატებული 4-ის კვადრატი. ნუ ეს ისედაც A + B5-ის ტოლი. ეს საკმაოდ სერიოზული ამოცანა იყო მეგობრებო. ეს. ხო, ჩვენ გვჭირდებოდა შუა ხაზი და შუა ხაზი არის A + B-ს ნახევარი, შესაბამისად 5 მეორედი იქნებოდა. რა იყო ამ ამოცანაში მორალი? რა უნდა დაგვამახსოვდეს? როგორ ამარტივებს, რა საინტერესო ხდება დამატებითი ხაზის გამოყენება და დამატებითი ხაზის გამოყენებაშიც ახლა რაღაცა ასნაირი ლოგიკა არ არის. ანუ აი რაღაცა ვეტები ანუ რაც ბანალურია და მეტნაკლებად ხშირად მეორდება. ამ შემთხვევაში ახლა დიაგონალის პარალელური ხაზის კავლება რა. ჩვენ ერთხელ რაღაცა დავამტკიცეთ გვერდის მიმართ პარალელური ხაზის კავლებით, ხო? ძალიან მაგარი საშუალებაა პარალელური ხაზების კავლება. ეს მე-7. ტრაპეციაში ფუძეები არის 22 და 12.
ხოლო ფერდები არის 17 და 21. როდესაც ასე არის ფერდები მოცემული, მეგობრებო, და თქვენ ადიქით მეიწყეთ ამოცეს ამოხსნა, ან არ გამოვიდა, ან არ ყოფნით ინფორმაცია, ან რაღაცა. გახსოვდეთ, რომ შესაძლოა მოკლე ფერდი, აი ეს 17-21 რო არის, ეს სხვანაირად ასე შეიძლება იხაზებოდეს, აი 17 შემიჩედიოდეს, ანუ 21 ისე გარეთ იყოს, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვეოდა ან ამ გვერდს გადაკვეთდა, ან და მცირე გვერდს ქვემოთ მივიღებდით და ახლა ჩვენ ისე გვაქვს დახატული, რომ ტრაპეციის მცირე გვერდი ზემოთაა. აკეთე ბატონო, ან ასე იქნება, ან ასე. აი ამ შემთხვევა ეს შემთხვევა. ну, დავაგზავნოთ ახლა შესრულება ამოცანის. ფერდები იყო, ფუძეები იყო 12 და 22. უნდა გვეპოვა სიმაღლე. ну, სიმაღლე რომ ვიპოვოთ, რა თქმა უნდა დაუშვათ ჯერ, ხო? ну, აქ უნდა დავუკვირდეთ ახლა რას. ეს თუ სიმაღლე ეს აში, ეს აში. ხო? აა, მოდი ამას x-ი დავარქვა. ეს x-ი, ეს 12 იქნება და ეს 10 მინუს x-ი არ იქნება? იმიტომ რომ 22-ს გამოვაკდა x-იც და გამოვაკდა 12-იც. ახლა ავდგეთ და პითაგორას თეორემა დავწეროთ აქ, ესე იგი x კვადრატს პლუს h კვადრატი უდრის 17-ის კვადრატს და პითაგორას თეორემა დავწეროთ ასევე აქ. ხო? h კვადრატს პლუს 10 მინუს x-ის კვადრატი უდრის 21-ის კვადრატს. ну, სისტემა აქედან თუ გავუსახავთ h კვადრატს, ეს იყო 17-ის კვადრატს გამოკლებული x კვადრატი. აქედანაც h კვადრატს თუ გამოსახავთ, ეს იყო 21-ის კვადრატს გამოკლებული 10 მინუს x-ის კვადრატი და გულტოთ ახლა ესენი ერთმანეთს, ხო? ანუ 17-ის კვადრატს მინუს x კვადრატი უდრის 21-ის კვადრატს მინუს და კაი, მოდი ეს გავშალოთ. 100, ანუ 10-ის კვადრატს გამოკლებული x პლუს x კვადრატი. ხის თუ გავხსნით 21-ის კვადრატს გამოკლებული 100 დამატებული 20x გამოკლებული x კვადრატი, x კვადრატები მარცხნივ და მარჯვნივ თითო იყო და ხო გამოვათლებდნენ ერთმანეთს. ასე. ну, აქ რჩება ახლა 20x-ი, ტოლი იქნება ესეც იქით რო გადავდეს, ესაც იქით. 17-ის კვადრატს აკვდება 21-ის კვადრატი. ემატება 100. ну, რამდენია ეს კვადრატების სხვაობად შეგვიძლია წარმოადგინოთ 17 მინუს 21 მინუს 4, 17 მინუს 21 ეს არის 38. არ ცუდი რაღაც მივიღეთ. ანუ გამოდის მეგობრებო უარყოფითი. ანუ x-ი უდრის ეს შეგვეცებოდა მინუს 38 მეხუთედი გამოდის. ახლა შეიძლება გვეძებნა ჩვენ, აუ რა შეგვეშალა, რა არ გამოვიდა, რა იგი, მაგრამ შეცდომას ვერ მოვიდით და რა. იმიტომ აქ ეს შემთხვევა საერთოდ არ რეალისტება. ანუ გამოდის რომ გვერდები ისე ამოცემული, ну, მცირე ფუძე რო 12-ია, დიდი ფუძე რო 22-ია და ფერდები ვიცით, ხო? შესაბამისად, აქ ამ სიტუაციაში უკვე გარეთ კი აღარ გამოდის ფერდი კავლებული შეტეხილი, შიგნით გამოდის. ანუ დადგა ის შემთხვევა, რასაც ჩვენ რაზეც თავად მივიღეთ გთხილება. ახლა აქ როგორ გავაგდება? აქაც რომ მართკუთხა სამკუთხედები გვჭირდება დავუშვებთ სიმაღლეს. ხო 17-ია. მოდი ამას x-ი დავუშვით, ხო? ბუდიში 17 რა არის? 17 არის თავად ფერდი, ესა.
და ეს არის აში. ნუ აქედან ერთი პატარა პითაგორა დაიწერა. ახლა აქედან რომ ჩამოგვიცნო. ეს თუ x-ია, ეს 12 მინუს x-ი გამოდის აქედან აქამდე. ანუ ეს რა იქნებოდა? აი ეს იქნებოდა მთლიანად 22 იყო. დააკვირდით, აქედან აქამდე იყო 22. და ახლა 22-ს გამოვაკდებოდა 12 მინუს x. აი ეს მონაკვეთი ხომ უნდა გამოვაკლოთ. აქეთ მარჯვენა რომ ჩავწეროთ. ანუ იქნებოდა 22-ს გამოკლებული 12 მინუს x-ი, ესე იგი x პლუს 10. ასეთი გამოსახულება იქნებოდა. ეს აშია, ვიცით სიმაღლე. მაშინ დავწერდით ორ პითაგორის თეორემას. a კვადრატს პლუს x კვადრატი უდრის 17-ის კვადრატს და a კვადრატს პლუს x პლუს 10-ის კვადრატი უდრის 21-ის კვადრატს. ნუ თუ ქვედას ზედას გამოვაკლებთ, a კვადრატები გამათილდება, x პლუს 10-ის კვადრატს გამოვაკდება x კვადრატი, იქნება 21-ის კვადრატს გამოკლებული 17-ის კვადრატი. ესაა x კვადრატს პლუს 20x პლუს 100 გამოკლებული x კვადრატი, ეს არის 21 პლუს 17 არის 4, 21 პლუს 17 არის 38, ხო? 38. x-ები გვართულდება 2x უდრის ჯერ 38 რამდენია? ეს არის 120, 32, 52, ხო? ეს 52-ს გამოვაკდებოდა 100. 2x უდრის 52 და x უდრის 26. ოღონდ არ დაგვაუწყდეს, ჩვენ x არ გვთხოვდნენ, ჩვენ გვთხოვდნენ a-ს, მაგრამ მოიცი x 26 როგორ იქნება ახლა რიცხვი. 17-ის კვადრატი გადააჭარბებს. 1 წუთი, აქაც უარყოფითი გამოდის. მას საინტერესოა, კი ბატონო, 21-ის კვადრატს უდრის და ქვედას გამოვაკელი ზედა 20x-ი 100, კი ბატონო, 1-17. ესე იგი ეს არის 21-17 4, მათი ჯამი არის 38. ასე მივიღეთ. კარი. რა ხდება ერთი რა ხარვესი. ვიდეოგაკეთე. მოვივალე შეცდომას. ანუ აქ შეცდომით 20-ის მაგივრად 2 მაქვს გადმოწერილი. აქ იქნებოდა 20x უდრის 152-ს გამოკლებული 100, აქაც ეს შესაბამისად x იქნებოდა 52 მე-20 და 52 მე-20 შეიკვეცება 4-ზე და იქნება 13 მე-5, ხო? და ახლა ჩავსვამთ, რომ x-ის მაგივრად, ანუ აქ იქნებოდა a კვადრატს დამატებული 13 მე-5-ის კვადრატი უდრის 17-ს, 17-ის კვადრატს, ანუ a კვადრატი უდრის 17-ის კვადრატს გამოკლებული 13 მე-5-ის კვადრატი. ნუ რას უდრის a კვადრატი? ნახეთ, ცალკე დავწერთ, ესე 17-ის კვადრატი, ანუ 17 მინუს 13 მე-5, 17 პლუს 13 მე-5. ეს იქნება გამართმუშნელი, ანუ 5-85-ს გამოკლებული 13, რამდენია 85-ს რომ გამოვაკლოთ 13, 72, გამრავლებული. 85-ს დამატებული 13, ეს არის 98. 72 არის ჯერ 9,
98 არის 12 ჯერ 9 იდეაში, ანუ ეს არის 12 ჯერ 9 არა 12 ჯერ 9 ვერ იქნება 2 ჯერ 49 არის ხო ანუ 2 ჯერ 49 არის ანუ იდეაში ეს არის ესე იგი 2 ჯერ 8 და 2 ანუ ზუსტი ანუ თვითონ რიცხვს არ წერ ისი კვადრატი უბრალოდ მაინტერესებს ანუ გამოდის 8 ჯერ ესე 16 ჯერ 9 ჯერ 49 შეფარდებული 5-ის კვადრატთან ანუ h კვადრატი გამოდის 16 ჯერ 9 ჯერ 49 25-ი და რომ ამოფესვავით h იქნებოდა 4 ჯერ 3 ჯერ 7 შეფარდებული 5-თან ეგ რამდენია? ეგ არის 4 ჯერ 21 84 მეხუთედი. ანუ იყოს ასე. პასუხებში არის 16.8. 85 მოთასდება 16 ჯერ 4 კი ბატონო სწორია. 84 მეხუთედი მივიღეთ. ანუ რა ყოფილა, ესე იგი, აღნიშნული ტრაპეცია ასე კი არ უნდა დაგვეხადა, არამედ ერთი კვერტი შიგნით უნდა იყო შეტეხილი. ესეც გაითვალისწინეთ მომავლისთვის, საინტერესო მომენტი იქნება. მოდი ვნახოთ ახლა 108-ვე ამოცანა რა სიტყვებს. ისრა, ერთი წუთი დავავლოთ ახლა ჩვენ თვალი აქ. ბოლო 108 ეს 4 ამოცანა ცალკე ხო არ გავიტანოთ. ნუ კარგი ამოცანებია, პრინციპში 9 საათი დაგვჭირდება მათზე და კაი, მოდი აქ დავასრულოთ ჩვენ ჩანაწერი 107-თან და ეს ბოლო 4 ამოცანა ცალკე შემოვინახოთ ცალკე ვიდეოსთვის. კარგი, აბა, პროექტი.